მოგესალმებით. დღეს ჩვენი ლექციის თემაა მერი ვოლსტონკრაფტი და მისი ტექსტი არის ქალის უფლებების დაცვა, რომელიც 1792 წელს გამოქვეყნდა. მერი ვოლსტონკრაფტი ინგლისელი მოაზროვნეა, ესეისტი, ფილოსოფოსი, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი პირველი ევროპელი მოაზროვნე, რომელმაც დასავლეთ ევროპული აზროვნების ისტორიაში ყოველ შემთხვევაში ყურადღება მიაქცია ქალის უფლებრივ მდგომარეობას, ქალისა და მამაკაცის შორის თანასწორობის პრობლემებს. ვოლსტონკრაფტი დაიბადა 1759 წელს 27 აპრილს ლონდონში, საშუალო შეძლების ოჯახში, თუმცა მამამისმა მალევე გაანიავა ქონება და ოჯახს საკმაოდ ხელმოკლედ მოუწია ცხოვრება. ისიც არის საინტერესო, რომ ის სახსრები რაც ჰქონდათ მხოლოდ განათლებისთვის, მხოლოდ ოჯახის უფროსი ვაჟისთვის იყო და ვოლსტონკრაფტი და მისი დები თვითნასწავლები იყვნენ. ამას იმიტომ მინდა მიაქციოთ ყურადღება, რომ როდესაც ტექსტს წავიკითხავთ, ესაც გქონდეს ხედველობაში ამ პერიოდის ქალების უმრავლესობას, მით უმეტეს თუ ისინი ხელმოკლე ოჯახში იზრდებოდნენ, განათლებასთან არანაირი რესურსი განათლების არ ჰქონდათ და თვით განათლება იყო მათი ერთადერთი წყარო ან სოფლის მღვდელი ან ასეთი კეთილი თუ შეხვდებოდათ. ვოლსტონკრაფტმა ადრევე დატოვა მამის ოჯახი და თავის რჩენა დაიწყო სადღაც 19 წლისა. მის ერთი პერიოდი გუვერნანტად მუშაობდა, გარკვეული პერიოდი მდიდარი არისტოკრატი ქალის კომპანიონად, მოსინჯა სკოლა დააარსა თავის დებთან და მეგობრებთან ერთად. თუმცა 1787 წელს გადაწყვიტა, რომ ასეთ წამოწყებებზე უარი ეთქვა და ლონდონში დასახლდა, სადაც დაიწყო მწერლობით თავის რჩენა. ამ პერიოდის ერთ-ერთ პირად წერილში საინტერესოა ის წერს ერთ-ერთ მეგობარს, რომ მეო ჩემ სახეობაში პირველი წევრი ვიქნებიო, პირველი ქალი, ვინც ინტელექტუალური მუშაობით წერით სახელდობრ ირჩეს თავს. ამ საქმეში მას ძალიან დაეხმარა ჯოზეფ ჯონსონი, იმ პერიოდში ინგლისელი ძალიან მნიშვნელოვანი გამომცემელი და მეცენატი და რომ არა მისი მხარდაჭერა, ალბათ ვოლსტონკრაფტის ნაშრომები ამ რაოდენობით მაინც არ გამოქვეყნდებოდა. თავიდან ის თავს ირჩენდა მხატვრულ ლიტერატურაზე ძირითადად რეცენზიების დაწერით, ასევე თარგმნიდა გერმანულიდან ფილოსოფიურ და პოლიტიკურ ნარკვევებს. საკუთარი ტექსტი პირველი, რომელიც გამოაქვეყნა, ეს იყო ფიქრები ქალიშვილების აღზრდის შესახებ, რომელიც დიდაქტიკური ტრაქტატია და იქ შეიცავს გარკვეულ მოსაზრებებს იმის შესახებ, როგორ არის უკეთესი საშუალო კლასის ქალიშვილების აღზრდა, სათაურიც ამას გეუბნებათ. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი მერი გამოგონილი ამბავი და ასევე დიდაქტიკური საბავშვო წიგნი ნამდვილი ამბები რეალური ცხოვრებიდან. პირველად ინტელექტუალური რეპუტაცია ვოლსტონკრაფტის შეიქმნა, როდესაც მან დაწერა 1790 წელს გამოაქვეყნა თავისი ტექსტი ადამიანთა უფლებების დაცვა, ზოგჯერ ამას თარგმნიან ხოლმე როგორც ასევე კაცის უფლებების დაცვას, იმიტომ რომ ინგლისურად მენიც შეიძლება იცოდეთ, არის კაციც და ადამიანიც. ეს ტექსტი იყო პასუხი იმ პერიოდში გამოქვეყნებულ ძალიან გავლენიან ტექსტზე. ედმუნდ ბურკი იყო ასეთი ფილოსოფოსი და პოლიტიკის თეორეტიკოსი. მან საფრანგეთის რევოლუცია ხდებოდა ამ დროს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხს ისევ დავუბრუნდებით და საფრანგეთის რევოლუციაზე რეაქციის სახით 1790 წელს დააწერა ბურკმა სწორედ კრიტიკა რევოლუციის და ვოლსტონკრაფტ ამ კრიტიკამ, ამ პამფლეტმა პოლიტიკურმა გამოიწვია ძალიან დიდი კასკადი საპასუხო წერილებისა. უმრავლესობა ამართლებდა ინგლისში საფრანგეთის რევოლუციას, ზოგიერთი ბურკის არგუმენტებს ავითარებდა და აკრიტიკებდა. და ამ კასკადში ტექსტებისა პირველი იყო ვოლსტონკრაფტი, მან პირველმა გამოაქვეყნა თავისი პასუხი ისევ ჯონსონის წახალისებით ადამიანის უფლებების დაცვაში. ის იცავს რევოლუციას და იცავს უფრო კონკრეტულად აგრძელებს აი განმანათლებლობის იდეების დაცვას, მემკვიდრეობით მიღებული პრივილეგიების, არისტოკრატიის პრივილეგიების კრიტიკა იყო მისი ძირითადი თემა და სწორედ რევოლუციას იცავს როგორც ამ კრიტიკის ხორცშესხმას. ერთი საინტერესო დეტალი ამ ტექსტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არის ასეთი, რომ პირველი გამოცემა ამ ტექსტის გამოვიდა ანონიმურად ამ პერიოდში და ძალიან პოპულარული აღმოჩნდა, ძალიან დადებითი რეცენზიები შეხვდა, ბევრი აციტირებდა როგორც ძალიან საინტერესო ტექსტს და ძალიან მალე გაიყიდა პირველი
ტირაჟი და მალევე გამოიცა უკვე მეორე გამოცემა უკვე სახელით ყდაზე და გაირკვა რომ ყოფილა ქალი ავტორი მერი ვოლსტონკრაფტი და უცებ გამოჩნდა ძალიან ბევრი კრიტიკოსი ამ ტექსტის ისინიც კი ვინც თავიდან იწონებდნენ უცებ უკან წაიღო ბევრმა თავისი წყობი ეს შემთხვევითი არ არის თავისთავად ქალის ინტელექტუალური პროდუქციის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულება ნამდვილად ახასიათებდა და დღემდეაც ვფიქრობ ახასიათებს ინტელექტუალურ სამყაროს, მაგრამ გარდა ზოგადად ქალის პროდუქციის აქ საინტერესო იყო რომ ვოლსტონკრაფტმა გაბედა დაეწერა რაღაცა პოლიტიკაზე. ამ დროს ქალები უკვე წერდნენ რაღაცებს, აქვეყნებდნენ რომანებს, პოეზიას, მემუარებს, მაგრამ პოლიტიკა ითვლებოდა თემად, რომელშიც ქალს არაფერი ესაქმება და ვოლსტონკრაფტი ნამდვილად პირველი ავტორი იყო, რომელმაც პოლიტიკური ტრაქტატი დაწერა ბურკის კრიტიკის სახით, რომელსაც როგორც გითხარით მოჰყვა ძალიან ბევრი სხვა ტრაქტატი შემდეგი ტექსტი მისი არის სწორედ ის ტექსტი, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ და რომელზეც ყველაზე მეც ვისაუბრებ დღეს, ეს არის 1792 წელს გამოცემული მისი ყველაზე სახელგანთქმული ნაშრომი ქალის უფლებების დაცვა, რომელიც ითვლება რომ თავისებური გაგრძელება არის ადამიანის უფლებების დაცვისა. ამ წიგნის გამოცემიდან მალევე ამ წიგნზე ცოტა ხანში ვილაპარაკებ, მეც ამიტომ ახლა არ გავჩერდები. მალევე 1792 წლის დეკემბერში ვოლსტონკრაფტი გაემგზავრა პარიზში ჯონსონმა, ზუსტად ჯონსონის გამომცემლობამ გაგზავნა იქ როგორც კორესპონდენტი. ამ დროს შეიძლება თქვენ იცოდეთ, პარიზში ხდება საოცარი ამბები 1789 წლიდან დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია და 1799 წლამდე ითვლება რომ ეს არის უდიდესი ძვრების და ორომტრიალის პერიოდი საფრანგეთში. 1792 წელი კი, როდესაც ვოლსტონკრაფტი შევიდა, იყო განსაკუთრებით გარდამტეხი მომენტი. ამ დროს მეფე უკვე დაპატიმრებულია და ვოლსტონკრაფტის ჩასვლიდან სადღაც ერთ თვეში მოკვეთენ თავს ლუი მე-16-ს გილიოტინაზე. ამას კი მოყვება უშუალოდ მალევე ის რომ ინგლისი საფრანგეთს გამოუცხადებს ომს და ვოლსტონკრაფტი აღმოჩნდა პარიზში, სადაც იყო მტერის სახელმწიფოს მოქალაქე, ინგლისის მოქალაქე რამდენიმე დააპატიმრა კიდევაც ამ დროს რევოლუციონერმა მთავრობამ და ვოლსტონკრაფტსაც უკან დაბრუნების შანსიც ამ დროს აღარ ჰქონდა უკვე და ალბათ რაღაც უარესი ელოდებოდა ვიდრე ხვდა წილად რომ არა ასეთი ადამიანი მის ცხოვრებაში გილბერტ იმლეი, ამერიკელი ბიზნესმენი და ავტორი იყო. დღეს ბიოგრაფები ფიქრობენ, რომ იყო სავარაუდოდ ვაშინგტონის ჯაშუში პარიზში, თუმცა ამერიკა იყო მოკავშირე ამ დროს საფრანგეთის და ამერიკელ მოქალაქეებს უკეთესად ეპყრობოდნენ რევოლუციურ პარიზში და იმლეიმ დააფიქსირა ვოლსტონკრაფტი როგორც თავისი მეუღლე ამერიკის საელჩოში და ამან ითვლება რომ გადაარჩინა ვოლსტონკრაფტი საფრანგეთის რევოლუციურ მთავრობისგან რაიმე ტიპის დევნას. ამ ვიზიტის საფუძველზე შემდეგ უკვე დაბრუნების შემდეგ 1794 წელს გამოაქვეყნა ვოლსტონკრაფტმა თავისი ტექსტი, ფიქრები, ცოტა გრძელი სათაური აქვს საფრანგეთის რევოლუციის შესახებ, რომელშიც ის რაღაც ისტორიულ რეალიებს აღწერს და თავის ანალიზსაც აკეთებს. გილბერტ იმლეი რომ ვახსენე, ეს მარტო შემთხვევითი არ იყო, რომ ცოლად დააფიქსირა, თუმცა არასოდეს ისინი არ დაქორწინებულან, მაგრამ ისინი იყვნენ შეყვარებულები ამ პერიოდში ზუსტად გაიცნო ვოლსტონკრაფტმა და იმლეისგან. მალევე გაუჩნდა მას შვილი ფანი იმლეი და მის წერილებიდან ირკვევა ძალიან თავდავიწყებით უყვარდა ამ ქალს ეს, თუმცა მან არ მოინდომა ეს ორაზროვანი ამის შეფასებები. ბევრი ფიქრობს რომ ძალიან დიდწლოვნად მოიქცა, დაიცვა, წაიყვანა, გაარიდა რაღაც პერიოდში პარიზს, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მიატოვა დედაშვილი და მომდევნო რამდენიმე წელი ვოლსტონკრაფტის ცხოვრებაში არის დევნა გილბერტ იმლეის, ესე შეიძლება ამას დავარქვათ, ის ცდილობს წერილებით, პირადი შეხვედრებით დაიბრუნოს, აღადგინოს იმლეისთან ურთიერთობა, მერე მიემგზავრება სკანდინავიის ქვეყნებში, ნორვეგიაში, დანიაში, ისევ იმის იმედით, რომ რაღაც ურთიერთობას გამოასწორებს და გაათბობს ისევ იმლეის გულს, რაღაც იმლეის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ამისგან არაფერი არ გამოვიდა საბოლოოდ და ნორვეგიდან დაბრუნებულმა ვოლსტონკრაფტმა სცადა თავის მოკლა ტემზაში. მანამდეც სცადა მან თავის მოკლა, ჯერ კიდევ საფრანგეთისგან მიყო და ტემზაში ჩახტა
მოხდა, საიდანაც გონდაკარგული ამოიყვანა, შემთხვევით რომ გავლენმა გადაარჩინა ის. თუმცა ამ მოგზაურობას სხვა მხრივ აღმოჩნდა ის ძალიან ნაყოფიერი, უშედეგოდ არ ჩაუვლია. თავისი მოგზაურობის მემუარები ვოსტონკრაფტმა გამოაქვეყნა ესეთ წიგნში წერილები მოგზაურობის დროს ჩამოთვლილი აქ ქვეყნების სახელები, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა იმ დროიდან ინგლისურ საზოგადოებაში. ეს არის ეპისტოლარული ჟანრის ნაწარმოები, მოგზაურობის შესახებ რომანებიც ამ პერიოდში იყო ერთ-ერთი გავრცელებული ჟანრი რომანებისა და ორივე მხრივ ითვლება ვოსტონკრაფტის ეს ტექსტი ძალიან საინტერესო ნიმუშად. 1796 წლიდან ის უკვე დაუბრუნდა ისევ ლონდონის ინტელექტუალურ ცხოვრებას, ისევ ჯონსონის ხელშეწყობით აი ეს წერილები გამოაქვეყნა როგორც გითხარით და აქ მან გაიცნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი თავის ცხოვრებაში, ეს იყო უილიამ გოდვინი. უილიამ გოდვინი იყო ინგლისელი ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი, ის თავის თანამედროვეობაში ძალიან პოპულარული ფილოსოფოსი და ავტორიტეტი იყო ინტელექტუალური და ითვლება ანარქისტული პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ წინამორბედად დამწყებადაც და გოდვინს და ვოსტონკრაფტს შორის რომანი გაიგო, სხვადასხვა ეს არის საინტერესო, რომ გოდვინი იხსენებს ერთ-ერთ თავის წერილში წერს, რომ მას შეუყვარდა ვოსტონკრაფტი აი წერილების წაკითხვის შემდეგ ის ამბობს, რომ აი ეს იყო წიგნი, რომელიც ქალმა დაწერა იმისათვის, რომ ყველა კაცისთვის თავი შეეყვარებინაო და გოდვინზე ამანი მოქმედა თუ როგორ იყო, მოკლედ ისინი ადრეც შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ მანამდე შეხვედრა ძალიან ისე ორმხრივი ანტიპათიით დამთავრდა, მაგრამ შემდეგ უკვე 96 წლიდან მათ შორის უფრო სერიოზული ურთიერთობა დამყარდა და 1797 წლის მარტში მათ ფარულად იქორწინეს. ახლა რატო იქორწინეს ფარულად? ორნაირი აზრი არსებობს. ერთი ის არის, რომ ვოსტონკრაფტი უკვე იყო ფეხმძიმე ამ დროს და აგვისტოს ბოლოს იმშობიარა კიდევაც, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. გოდვინი თვითონ იყო ანარქისტი და მისი ფილოსოფიური და პოლიტიკური თეორიული შეხედულებების ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო მისი კრიტიკა ოჯახისა, როგორც კერძო საკუთრების ინსტიტუტისა და შეიძლება ამიტომ თვითონ გოდვინსაც დიდად არჯდომებოდა გაეხმაურებინა, რომ მან ეს თავისი ეს თეორიული მოსაზრებები დაარღვია და დაქორწინდა მაინც. ძალიან საინტერესო და ვიტყვი ცოტა ხანში მიმოწერა არის შემორჩენილი, ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ, გვერდ-გვერდ სახლებში ცხოვრობდნენ, მაგრამ დღეში რაღაც ძალიან ბევრ წერილს უგზავნიდნენ ერთმანეთს, რომელიც არის შემორჩენილი, დღემდე არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი წყარო ვოსტონკრაფტის და გოდვინის ბიოგრაფებისათვის ეს მიმოწერა, თუმცა ძალიან ცოტა ხანს გასტანა 1797 წლის აგვისტოს ბოლოს 30 აგვისტოს ვოსტონკრაფტმა იმშობიარა და 10 სექტემბერს მშობიარობის გართულებით გარდაიცვალა, ფიქრობენ რომ რაღაც სეფსისი დაემართა მას, რაღაც მშობიარობის დროს რაღაც ტიპის ინფექცია შეუვიდა. ამ დროს არაფერი იცოდნენ მედიცინაში მიკრობების და ბაქტერიების შესახებ და შესაბამისად არც ექიმები და არც პაციენტები არავითარ სანიტარულ ზომებს არ იღებდნენ. მოკლედ ასე სამწუხაროდ დამთავრდა ვოსტონკრაფტის ცხოვრება. ერთი მინდა ბიოგრაფიას ლაპარაკს სანამ დავამთავრებ, კიდევ ეს თქვა, რომ შვილი მათი, ანუ ვოსტონკრაფტის მეორე ქალიშვილი, მერი დაარქვეს მასაც, მერი ვოსტონკრაფტ გოდვინი, შეიძლება თქვენთვის ნაცნობი იყოს მერი შელის სახელით, ის შემდეგ ცოლად გაყვა ინგლისური რომანტიზმის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, პერსი ბისი შელის და ის ასევე დამოუკიდებლად არის ცნობილი როგორც ავტორი ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე, ეს ცნობილი გოთიკური რომანი არის სწორედ მერი შელის მიერ დაწერილი ვოსტონკრაფტის შვილისა. კიდევ ერთი სიკვდილის მერე ბიოგრაფიაზეც თუ შეიძლება ვილაპარაკოთ, მალევე მოხდა ეს ამბავი, გოდვინმა გამოაქვეყნა 1-2 წლის მერე ვოსტონკრაფტის გარდაცვალებიდან, თვითონ ძალიან იყო ტრავმირებული საყვარელი ადამიანის დაკარგვით, გამოაქვეყნა მემუარები, ასე ერქვა ამ წიგნს, მემუარები ქალის უფლებათა დაცვის ავტორის შესახებ, ესეთი გრძელი სათაურით და აქ მან თავიანთი პირადი მიმოწერაც გამოაქვეყნა, მერი ვოსტონკრაფტის ბიოგრაფიის დეტალებიც გამოაქვეყნა და ამ წიგნს ჰქონდა ძალიან ესეთი ცუდი გავლენა ვოსტონკრაფტის იდეების მიღებაზე საზოგადოებაში.
ამ წიგნის შედეგად ადამიანების თვალში ვოსტონკრაფტი წარმოდგა როგორც ვნებიანი ქალი, რომელიც დიდად არ დაგიდევდათ დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს, მეორე მხრივ მისი ტექსტების დიდი ნაწილი არის სწორედ კეთილგონიერებაზე მახვილი, სექსუალობის მიმართ უფრო ეჭვიანი დამოკიდებულებებით გაშენილი. მოკლედ ამ წიგნმა ძალიან შელახა ვოსტონკრაფტის რეპუტაცია, იმდენად რომ ზოგჯერ მის სახელს ხმარობდნენ როგორც ზოგიერთ კრიტიკულ თავდასხმაში, როგორც ფარისევლობის სიმბოლოს, მოკლედ დიდი ხნის განმავლობაში ის სამწუხაროდ დაიჩრდილა მისი იდეების მნიშვნელობაც და სანამ მე-19 საუკუნის ბოლოსკენ უფრო ფემინისტური მოძრაობა ქალის უფლებებისათვის ბრძოლა სანამ არ გაფორმდა ძლიერ სოციალურ და პოლიტიკურ ძალად, მანამდე ვოსტონკრაფტის იდეებთან დიდად აღარ დაბრუნებულან.